გამარჯობა მეგობრებო, დღევანდელი ჩვენი ეპიზოდი მიეძღვნება დესერტს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დესერტია ამერიკაში და ყველაზე პოპულარული დესერტია ნიუ-იორკის პოლიციელებში. ისინი ჭამენ დაახლოებით 1 ყუთს ყოველ დილას, ალბათ, ყველა ალბათ არა, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ ფილმებიდან, რომ ისინი მათ ძალიან უყვართ. ეხლა თბილისში ამ დესერტმა თავის პოპულარობის პიკს მიაღწია. გაიხსნა რამოდენიმე ობიექტი, რომელიც იბრალებს, რომ ყველაზე კარგი დონატი კეთდება მათთან. და ამიტომ გადავწყვეტეთ, რომ ამ პოპულარობის პიკში თქვენ გასწავლოთ, როგორ შეიძლება გააკეთოთ ყველაზე გემრიელი დონატები სახლის პირობებში. ამიტომ მოიმარაგეთ პროდუქტები და დავიწყოთ მზადება. როგორც მანამდე ვახსენე, დღევანდელი ჩვენი ეპიზოდი მიეძღვნება დონატებს და გავაკეთებთ კლასიკურ მოხარშული კრემით დონატს, რომელიც იქნება უფუმფულესი და ვფიქრობ, რომ თქვენ ძალიან მოგეწონებათ. ამიტომ მოდი ვისწავლოთ ერთად როგორ გააკეთეს გემრიელი დონატები, რომ აღარ გაიქცეთ სხვადასხვა ობიექტებში და აღარ დახარჯოთ უამრავი ფული. ამიტომ დონატებისთვის დაგჭირდებათ. მოგეხსენებათ და დონატს აქვს ორი კომპონენტი, ერთი არის კრემი და ერთი არის ცომი და პირველი რა თქმა უნდა გავაკეთოთ ცომი, რადგან ცომს სჭირდება დასვენება, ასევე ამოფუება და შემდეგ შეწვა და დიდი ამბავი. მოკლედ ჯერ ვაკეთებთ ცომს, ისუსაც დაგჭირდებათ. 315 გრამი ფქვილი, 25 გრამი კარაქი, 65 გრამი შაქარი, 145 გრამი რძე, 5 გრამი საფუარი, 1 ცალი კვერცხი, 2 გრამი მარილი და 1 გრამი ვანილინი. პირველ რიგში უნდა გავაქტიუროთ საფუარი, ამიტომ უნდა გავათბოთ რძე ოდნავ დაახლოებით 65-70 გრადუსამდე. შემდეგ გადავარიოთ სხვა ინგრედიენტები. ამიტომ მოვყევით. პატარა ქვაფში გაათბეთ რძე, დავუმატეთ საფუარი და დააცადეთ 5 წუთი რომ გააქტიურდეს. შემდეგ დავუმატეთ კარაქი, შაქარი, ვანილინი და მარილი და კარგად გახსენეთ ეს ყველაფერი ერთმანეთში. შემდეგ აიღეთ მიქსერის ჯამი, ჩაყარეთ შიგნით ფქვილი და დავუმატეთ მანამდე გაკეთებული საფუარიანი მასა და დაახლოებით 5-7 წუთის განმავლობაში კარგად მოძილეთ, სანამ არ მიიღებთ ესეთ გლუვ ცომს. ჯამში ჩაასხით ზეთი და დავუსვენოთ პირველი დასვენება. ეს ჩვენი ცომი გამზადდა უკვე და ეხლა უნდა დავასვენოთ და უნდა ამოფუდეს და გაორმაგდეს ზომაში. ამიტომ ეხლა მე შევინახავ ღუმელში და გასწავლით კიდე ერთ ხრიქს თუ როგორ ამოფუოთ ძალიან მალე ჩვენი ცომი. ამას შევდგავ აქ, ასევე შევდგავ ადუღებულ წყალს, შექმნას ტენიანობა და ასევე იწიოს ტემპერატურამ და უფრო მალე ამოფუდეს ჩვენი ცომი. ესე დაახლოებით ორჯერ უფრო ნაკლები დრო დაჭირდება ცომის ამოფუებას. ამიტომ დავუცადოთ ეხლა დაახლოებით 1 საათი, რომ კარგად გაორმაგდეს და მამამდე გავაკეთოთ კრემი. რისთვისაც დაგჭირდებათ. 250 გრამი რძე, 40 გრამი ფქვილი, დაახლოებით 75 გრამი შაქარი, 3 ცალი კვერცხის გული და ბოლოს 125 გრამი ათქვეფილი ნაღები. ქვაფში ჩაასხეთ რძე, დავუმატეთ შაქარი და მივუყუროთ წამოდუღებამდე ხშირი მორევი. სანამ რძე წამოდუღდება, მანამდე გავაცაკავოთ კვერცხის გული და ცილა. ეხლა კი გავაკეთოთ კვერცხის ტემპერირება. ანუ ცოტა ცხელი რძე ჩავასხოთ კვერცხის გულების მასაში, გავხსნათ და დაუბრუნოთ უკან ქვაფში. შემდეგ ჩავაცათ ფქვილი და ხშირი მორევით მოურიოთ, რომ არ გაიკეთოს კორკოშელები. შემდეგ ერთხელ კიდე მაინც გადავცრათ, რომ თავი დავისხოთ კორკოშელებისგან და ძალიან ხშირი მორევით შევასქველოთ უკვე კრემი. ნელ-ნელა დაინახავთ როგორ სქელდება და ყალიბდება საუკეთესო კრემი. შემდეგ გადავიტანოთ ჯამში ეს მოხარშული კრემი და კონტაქტურად დავაფაროთ პლასტიკი, როგორც ვიდეოში ანაჩვენები. ეს ჩვენი მოხარშული კრემი, რომელიც როგორც ნახეთ ძალიან მარტივი მოსამზადებელია, მაგრამ ეს ჯერ პირველი ეტაპი არის, რადგან ეხლა ეს უნდა გავაციოთ, აუცილებლად უნდა დავაკროთ თავზე ეს პლასტიკი კონტაქტურად, როგორც ვიდეოში ნახეთ და რომ გაცივდება, მანამდე უნდა ავთქვიფოთ ნაღები და ეს ნაღები უნდა გადაურიოთ მერე ცივად, რომ უფრო ფუმფულა და ეს ჰაეროვანი კრემი გამოვიდეს. კიდე რაც შემიძლია გითხრათ ის არის, რომ თუ გინდათ რომ უფრო მეტი გააკეთოთ კრემი, შეგიძლიათ რომ უბრალოდ გააორმაგოთ ყველაფერი და გამოგივათ ორმაგი რაოდენობა. ამიტომ ეხლა კარგად გავაცივოთ ჩვენი კრემის ბაზა და მანამდე გავაკეთოთ ნაღები. ნაღების ამოსაყრელად კი დაგჭირდებათ ნაღები და ესეთი რაღაც. ან ხელით რო გააკეთოთ, ან ავტომატურად რო აკეთებდეს. ჩაუშვით ჯამში ნაღები და კარგად ამოიყვანოთ როგორც ვიდეოში ანაჩვენები. უნდა შესკილდეს ნაღები. ჩვენი ნაღები და ერთი შენიშვნა მაქვს, ჩემი თავთან ალბათ სხვა გამიკეთებ შენიშვნას. ტრადიციული მოხარშული სახლის კრემები რაც გვიყვარს, მაგას უკეთებთ ხოლმე კარაქს. შეგიძლიათ თქვენს კარაქი გავუკეთოთ დაახლოებით 100 გრამი, ათქვეფილი ოთახის ტემპერატურაზე კარგი გათეთრებული კარაქი და ასევე შეგიძლიათ რომ გავუკეთოთ მცენარეული ნაღები, რომელიც ბევრად უფრო სტაბილური არის ვიდრე ცხოველური, მაგრამ ცხოველური ბევრად უფრო გემრიელია ვიდრე მცენარეული. ამიტომ თქვენ თუ სტაბილიზაცია გინდათ უფრო კარგი კრემის, შეგიძლიათ მცენარეული ეხმაროთ და მაგაში ჩამოქვითოთ გემო, მაგრამ თუ სახლის აკეთებთ, გირჩევთ რომ გაკეთოთ ცხოველური ნაღებით. ან კარაქით თუ სულ მთლად ტრადიციული მოხარშული კრემი გინდათ. მაგრამ უფრო ნაკლებად ჰაეროვანი იქნება კარაქიანი ვიდრე ნაღებიანი. იმიტომ რომ კარაქს უფრო მეტი ცხიმი აქვს შესაბამისად და უფრო მძიმეს გახდის ჩვენს კრემს. ამიტომ ახლა ჩვენი გაგრილებული კრემი გადავურიოთ ამას ნელ-ნელა და ვხადოთ ჰაეროვანი ფაფუგი კრემი. ახლა გამოვიღოთ მაცევრიდან და დავუწყოთ გადარევა. ამოყვანილი ნაღები კი გადავურიოთ გაგრილებულ კრემს და მიიღებთ ჰაეროვან მასას. ნაღებ გადარეული კრემი
რომელიც ძალიან ჰაეროვანი არის, ძალიან მოხდება ჩვენ დონატებს. ესეც შევინახოთ მათ სიგარში, ცოტა დასტაბილურდეს. ამასობაში მოვაგუნდაოთ ჩვენი დონატები, რომ კიდევ ერთხელ ამოფუდეს შემდეგ და უკვე შევწოთ დონატები. სამ ცომების ამოგუნდაობაზე გადავალთ, მანამდე მინდა გაგახსენოთ, რომ Coca-Cola-ის ყვითელი თავსახურიანი ბოთლები ისევ აქტიურია და აპლიკაციაში ისევ შეგიძლიათ რომ შეაგროვოთ ქულები. ეხლა არის Open Ears ლიდერბორდი, სადაც პირველ 25 კაცს, ვინც ლიდერბორდში მოხვდება, გადაეცემა Open Ears ბილეთი, ხოლო ვინც მოხვდება პირველ 10 კაცში, გადაეცემა Open Ears ბილეთთან ერთად Coca-Cola-ის საჩუქრე ბოქსი. ამიტომ იაქტიურეთ, შეაგროვეთ Coca-Cola-ის თავსახურის ქვეშ მოთავსებული კოდები და ჩაწერეთ აპლიკაციაში, რომ მოხვდეთ ლიდერბორდში და გაერთოთ ყველაზე მაგარ და ყველაზე დიდ ქართულ მუსიკალურ ფესტივალზე. 1:30-დან 2 საათამდე დაახლოებით გავიდა და ამოფუდა ჩვენი ცომიც. როგორც ხედავთ, გაურმაგდა ზომაში. ხა უნდა გავაფრთხილოთ და ამოვჭრათ და მე შევწვოთ. ოდნავ დაფქვილეთ სამუშაო ზედაპირი, გადმოიტანეთ ცომი და დავიწყოთ გაფრთხილება. და უნდა გავაფრთხილოთ ისეთ სისქეზე, როგორც ვიდეოში ანაჩვენები. და ამოჭერით ცომები დაახლოებით 6 სანტიმეტრიან დიამეტრიანი ფორმებით. დააფინეთ გამოსხივები ქაღალდი თუნუქის ლანგარზე და დააბრძანეთ ჩვენი ცომების ზედა. აი ესე ჩვენი პოტენციური დონატები, ეხლა თავიდან უნდა ამოფუდეს ღუმელში, დაახლოებით 45 წუთი 1 საათი, რომ კარგი ფუმფულა გახდეს. ეხლა ისე შევინახოთ ღუმელში, ისევ იგივე პრინციპით, ცოტა ურთქლით, რომ მალე მივიღოთ შედეგი, რაც გვინდა რომ მივიღოთ. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, პირველად ამერიკაში დონატები ჰოლანდელებმა ჩაიტანეს. და ასევე როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, და ალბათ გასაკვირი არ არის, რომ დონატების და პოლიციელების დღე ერთ და იგივე დღეს აღინიშნება და ეს არის 5 ივნისი. ასევე ამერიკაში აქვთ ერთი უცნაური რბოლა თუ ჩელენჯი დავარქვათ, რომლის გამარჯვებულიც არის ერთ-ერთი ტიპიური ამერიკელი, რომელმაც 8 წუთში დამა 59 დონატი. თუ თქვენ ამ რეკორდს გაუმჯობესებთ, თუ გინდათ მოგწერეთ. ან არ მოგწერეთ. დაახლოებით 1 საათის გავიდა, გაურმაგდა ჩვენი დონატები მეორეჯერ და ეხლა ეს მარტივი ოპერაცია უნდა გავაკეთოთ. ეს უნდა დაჭრათ ჩვენი გამოსხივები ქაღალდი და ზეჩუნა ჩავშვათ ამიანა და თვითონ მე უკვე აძვრება ძალიან მარტივად დონატს. ამიტომ ეხლა ზეთი გავაცხელე ჩვენ მანამდე სანამ ჭრიდით. გაცხელებულია დაახლოებით 170-180 გრადუსზე და ჩავუშვით ეხლა ამ დონატებს და ორივე მხრიდან შევწვავთ გაოქროს ფერებამდე. ჩავუშვით გაცხელებულ ზეთში ჩვენი ცომები და დაახლოებით 30-40 წამი შეწვით. ესა ჩვენი დონატები გამოცხვა უკვე. დაახლოებით მთლიანად დონატის შეწვა სჭირდება ალბათ 1.45 წამი, ერთი მხრიდან 15-20 წამი, მეორე მხრიდან 20 წამი მაქსიმუმ. ანუ რო გაოქროსფერდება, ეგრევე უნდა ამოვიღოთ რა. ეხლა ოდნავ ეს გაგრილდება და შემდეგ უკვე შეგვიძლია დავკრემოთ და მოვაყაროთ მე ზემოდან კიდე შაქრის პუდრი. და შეგვიძლია რომ დაუძახოთ საბას და გასინჯოს. თავი საყვარელი დონატს. მაკრატელი ჩაჭერეთ როგორც ვიდეოში ნაჩვენები, რომ ჩაეტიოს შიგნით ჩვენი კრემი და შემდეგ დაკრემეთ იმდენი კრემით, რამდენითაც თქვენ გიდათ. მოვაყარეთ შაქრის პუდრი და მზად არის. ესე ჩვენი დონატები ცოტა გაგვაწელა, რადგან დაგვაუწყდა ყიდვა piping bag-ის, რომელიც გირჩევთ რომ თქვენ იყიდოთ, თუ გადაწყვეტთ რომ გააკეთოთ დონატები. ხა რა თქმა უნდა, დონატების გასაჯიან შემოვარდება საბა, ბატონი, თქვენი კარგესი მეგობარი და ეს დიზაინერი, ყველაფერი დიზაინერი, მოკლედ ძალიან მაგარი ებრაელი. მაჯაკეზეშვილი. ეს არის შენი დონატი. ამას ავიღებ, მე ყველაზე მეტი კრემი მაგას აქ და მინდა რომ გემრიელად მიირთვა. ჩაი მინდა. ჩაი არა, მაგრამ ეს დაგჭირდება. ყავაც მინდა. ეხლა იცი შაქარი. ხო, დინკით, სინკით. აბა ნახოთ როგორი იქნება. თომი ძალიან მაგარია. ლაგუნაველას დავჯერდი, აუზე და გამოვდიოდი. სპორტსმენია რა. პიშკები იყიდებოდა და სულ ჭამდი ხოლმე. 10 წელს იყიდა და ზუსტად მაგის გემოვარდა. ძალიან გაასტურა. მე პუდრის დავამატებდი ბევრს, ძალიან ბევრს. აი ამას არ აქვს მაგალითად მეგობრებო და დავამატებდი. შეახმა. ხო. აი ტემპერატურაა და ეკაია. თავარი ეგ არის, რო იცოდე. ყველაფერში თავარი ტემპერატურა, ტექსტურა და შემდეგ. მოკლედ cooking არის ტემპერატურის და humidity-ის კონტროლი ზოგადად. cooking. პროგრამში შემიძლია თქვა, რომ ცომი მართლა ძალიან ფაფუკია, მართლა დონატური ცომი აქვს, ესეთი ფაფუკი და კარგი არის. კრემსაც შეეხება ერთი ეს არის, რომ სტაბილიზაცია ცოტა აკლია, რადგან ვერ გავაჩერეთ იმდენი ხანი, რაღაც რომ გაგოჩერებინა და ჯობს ხოლმე ერთი 4 საათი მაინც გავაჩეროთ ხოლმე მაცივარში, რომ კარგად დასტაბილურდეს და აღარ იყოს ძალიან თხევადი. და კიდე რაც შეეხება სიტყვას, ეს კრემი ხა საბამას აღნიშნა, რომ არ არის ძალიან ტკბილი და ცოტა სიტყვა დამოკლდა, მე ძალიან ტკბილი არ მიყვარს, ამიტომ ნაკლებად ტკბილი გავაკეთე და შესაბამისად თუ უფრო ტკბილი გინდათ, მომატეთ 20-30 გრამით შაქარს კრემში, უფრო ტკბილი გამოგივათ. სხვა რაღაცებს თუ რამე გინდათ? თავსებს? რა შეიძლება? ალბალი ჩას
რაც შეეხება ხო შეკითხვას შეგიძლიათ რომ ამ კრემს პირველად გადაურიოთ შოკოლადე გახდება შოკოლადის კრემი, სიროფი ან თვითონ შოკოლადი ჩაადნოთ და გადაურიოთ თავიდანვე ბაზაში, ან თუ გინდათ რომ რამის გემო გქონდეს თქვა ლიმონის ცედრის ან ამის შეგიძლიათ რომ თავიდან რძეში ეგ კარგად გახსნათ. ძალიან ბევრი იმას გაძლევთ რა. დონატი როგორც გინდათ ვისაც რა გინდათ ისო გააკეთოთ. გააზიარეთ ეს ვიდეო, დაალაიქეთ და ასევე გამოიწერეთ ჩვენი არხი და თუ გამოიწერეთ ძალიან დაგვიხმარებით და ძალიან გაგვიხარდება. იმიტომ რომ თქვენთვის ეს კლიკია და ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. კი ბატონო. გვიწერეთ დიაქტიუროთ კომენტარებში. ბაი.